ონავარი ოლივერი, საიდუმლო კლუბი, ფრანჩესკა საიმონი. ონავარი ოლივერის აცრის დღე. ეგთან ნიდლის დახურული კარიდან საშინელი ყვირილი ისმოდა. ონავარმა ოლივერმა თავის უმცროს ძმას უნაკლო ულიამს გახედა. უნაკლო ულიამმა ონავარ ოლივერს ორივემ ერთად კი მამას, რომელიც მხოლოდ წინ იყურებოდა, ოლივერი და ულიამი ექიმ დეტოლის კაბინეტის წინ მოსაცდელში ისხდნენ. იქვე იყვნენ ჯიუტი ჯულია, ჯაჯღანა ჯეინი, მოუსვენარი მორისი, მხიარული მაქსი, მტირალა მილო, გულადი გრეგი, ზარმაცი ზინა, გენიოსი გერტრუდა, თავხედი თომასი. ყველა ვისაც კი ოლივერი იცნობდა, ელოდნენ იმ შემზარავ წუთს, როდესაც ეგთანი ნიდლი მათ სახელს დაიძახებდა. მსოფლიოში ყველაზე საშინელი დღე იყო აცრის დღე. ონავარ ოლივერს ობობების არ ეშინოდა, არც მოჩვენებები აფრთხობდნენ. ოლივერს არც ქურდობის, ცუდი სიზმრების, ჭრაჭუნა კარის ან ღამის ოცნაური ხვევის ეშინოდა. იგი მხოლოდ და მხოლოდ რავის წინაშე ძრწოდა. და ეს იყო ნემსი ოლივერი. ამ სიტყვის წარმოთქმაზეც კი კანკალებდა, თრთოდა, ძაგძაგებდა და ცახცახებდა. დერეფანში ეგთანი ნიდლი გამოჩნდა. ოლივერს სუთქვა შეეკრა, ნეტავ რომელიმე სხვა აირჩიოს. ნატრობდა გულში. მილო დაიძახა ეგთანმა. მტირალა მილო მაშინვე ცრემლად დაიღვარა. ეგეთები არ იყოს, დაუტატანა ეგთანმა ნიდლმა. მკლავში ხელი ჩასჭიდა და კარი მიიხურა. ნემსი არ მჭირდება, თავის შესანიშნავად უგრძნობ, აღმოხდა ოლივერს. აცრას თუ გაიკეთებ, ავად აღარ გახდები, აუხსნა მამამ. ვაქცინა ბაქტერიებს ებრძვის. ბაქტერიების არსებობის არ მჯერა, გაჯიუტდა ოლივერი. მე კი მჯერა, შეეპასუხა მამა. მეც კვერი დაუკრა ულიამმა. ხო და მე არ მჯერა, გამწარებით წამოიძახა ოლივერმა. იცრები, ეგ არის და ეგ, მოუჭრა მამამ. ხო რა, ადვილია, მამას მხარი აუბა ულიამმა. თანაც ვიცი, რომ სასარგებლოა. ამის თქმა იყო და ონავარი ოლივერი დედამიწელების შესამუსრად ჩამოსული უცხოპლანეტელივით ეკვეთა ძმას. ვაი, დაეწრპინა ულიამმა. იცოდე ნუონავ, რომ ოლივერს დაუცაცხანა მამამ. არ წყდებოდა საზარელი ყვირილი ეგთან ნიდლის ოთახიდან. არა! ცოტა ხანში ოთახიდან მტირალა მილო გამოვარდა. ცალი ხელით თავს ისავე მკლავს ჩაფრენოდა და მთელი ხმით მოთქვამდა. მტირალა, შეეგება ოლივერი. მოსაცდელში კვლავ ეგთანი ნიდლი გამოჩნდა. ოლივერმა თვალები დახუჭა და ლოცვა გააძლიერა. მე ნუ ამირჩევ, გთხოვ, ნუ ამირჩევ. ჯეინ, ეგთანმა ამჯერად ჯეინი მოიხმო. ჯაჯღანა ჯეინი, კაბინეტში. შელასლანსდა თუ არა, კვლავ გაისვა შეძრწუნებული. არა! მერე კივილი შეწყდა და ჯეინი ოთახიდან გამოლასლასდა. ხელი ნანემსარზე ედოდა სულუკუნებდა. შენც კარგი მტირალა ყოფილხარ, შესცინა ოლივერმა. აი შენ კი ხმა არ ამოგეღება. ყველა მოიცით როგორც გეშინია, გაწიწმატდა ჯეინი. მართლა, სინამდვილეში არაფერით არ იცით, არ დაუთმო ოლივერმა. ისევ გამოჩნდა ეგთანი.
ოლივერმა თავი ხელებში ჩარგო. ოღონ მე არ ვიყო, გემუდარები, ოღონ მე არა. იხვეწებოდა გულში. ჯულია, გამოაცხადა ექთანმა. ოლივერს გულზე მოეშვა და მაშინვე ჯულიას მიუბრუნდა. ჯულია, იცოდი, თურმე ნემსები იმის სიგრძე და ისეთი ბასრია, რომ ძვამდე ჩადის. ჯიუტმა ჯულიამ ყურადღება არ მიაქცია ოლივერის ნათქვამს და ექთან ნიდლის კაბინეტში შევარდა. ოლივერს ერთი სული ჰქონდა გაიგო ჯულიას საშინელი კივილი. როგორ დასცინებდა მტირალა გოგოს. სიჩუმე. ჯულია მოსაცდელში გამოგმანდა და ყველას ამაყად უჩვენა. კლავზე დაკრული მოზრდილი სალბუნი. მერე ოლივერს გაუღიმა. ოლივერ, რომ იცოდე რამ სიგრძე ნემსია, ჩემი ფეხის ხელა. მოკეტე ჯულია, შეუღრინა ოლივერმა, რომელიც ისედაც გულის წასვლის პირას იყო და ქოშინებდა. რა იყო, ცუდად ხომ არ ხარ? გაუღიმა ჯულიამ. არა, შეუბღვირა ოლივერმა. გულში კი გაბრაზებით იფიქრა. მაინც როგორ გაბედა და არ დაიყვირა? უბრალოდ მინდოდა გამეფრთხილებინე, რომ ამ სიგრძე და ამ სისქე ნემსები ცხოვრებაში არ მინახავს. განაგრძო ჯულიამ. უნაურმა ოლივერმა თავს შეუძახა. დღეს სხვანაირად იქნება, დღეს სიმამაცეს გამოიჩენს, დღეს დამტკიცებს, რომ უშიშარია. აი, ექთან ნიდლის კაბინეტში შევა, მკლავს მიუშვერს და ეტყვის, რაც გინდა ისქენიო. მამაცი ოლივერი სწორედ ასე დაუძახებენ. ბიჭი, რომელიც იცინოდა ნემსის გაკეთებისას, ბიჭი, რომელმაც მეორე ნემსის დარჭობა მოითხოვა, ბიჭი, რომლის ოლივერ, გაისმა ექთანის ხმა. არა, განაცხადა ოლივერ. გთხოვთ, არა, გահკიოდა მთელი ხმით. როგორ თუ არა არწმუნობდა ექთანი, ახლა ნამდვილად შენჯერია. ოლივერს წამში დაავიწყდა, რომ მამაცი იყო. აღარ ახსოვდა, რომ უშიშრად უნდა შესულიყო. არ აინტერესებდა ყველა მას, რომ მიშტერდებოდა. ოლივერი ყვიროდა, ჭყიოდა და წიხლებს იქნევდა. ოჰ, შესძახა მამამ. ოჰ, შეჰკიულა ულიამმა. ოჰ, იწივლა ზარმაცა ზინამ. დაუცებ ყველა ერთდროულად აყვირდა. არ მინდა ნემსი, მოთქვამდა ოლივერი. არ მინდა ნემსი, წასწუდებოდა მოუსვენარი მორისის ხმა. არ მინდა ნემსი, დანარჩენებს ტოლს არ უდებდა გულადი გრეგი. შეწყვიტეთ, განკარგულება გასცდა ექიმთანმა ნიდლმა. აცრა სავალდებულოა და გაიკეთებთ კიდეც. ჯერ მას გაუკეთეთ, სასწრაფოდ ძმისკენ გაიშვერა თითი ოლივერმა. მაინც როგორ აღუახარ ოლივერ, დასცინა გენიოსმა გერტრუდამ. ოლივერი გადაირია. არავის არასდროს გაუბედავს მისთვის აღუა ეწოდებინა და მუშტი მთელი ძალით ჩასცხო გერტრუდას. გერტრუდამ შეჰკლილა. ექთანი და მამა მაშინვე აქეთ-იქიდან ამოუდგნენ ოლივერს, მთელი ძალით ჩამღოჯეს და კაბინეტში შეათრიეს. მათ უნაკლო ულიამიც მიყვა სტვენა-სტვენით. ოლივერმა როგორღაც თავი გაათავისუფლა და გარეთ გავარდა. მაგრამ მამა დაედევნა და უკანვე შეათრია. ექთან ნიდლის კაბინეტის კარი საგულდაგულოდ ჩაირაზა და შიგ გამომწყდეული ოლივერი კუთხეში აიტუზა. ექთანი მოშორებით იდგა, რადგან მშვენივრად ახსოვდა წინაჯერზე ნემსის გაკეთებისას როგორ უთავაზა ოლივერმა წიხლი. კაბინეტში ექიმი დეტოლი გამოჩნდა. აბა რა ხდება? ჰკითხა ექთანს. აი, ოლივერს ნემსის გაკეთება არ სურს, მიუგო ექთანმა. ექიმი განზე გადგა. რადგან მასაც მშვენივრად ახსოვდა წინაჯერზე ნემსის გაკეთებისას ოლივერმა როგორ უკბინა. წამოჯექი ოლივერ. ექიმმა მშვიდად მიმართა ოლივერს. ოლივერი უღონოდ დაეშვა სკამზე. საქმე მართლაც ცუდად იყო. რამხელა ამბავი დაგიტრიალებია ამ პატარა ნემსის გამო, გაეხუმრა ექიმი. თუ დაგჭირდებით, დამიძახეთ, დაიპარა მერე და ოთახიდან გავიდა. ოლივერი მძიმედ სუნთქავდა და ცდილობდა აღარ გაეხედა ექთანისკენ, რომელიც შპრიცებს გორასთან
ტრიალებდა. თუმცა ვერ ითმენდა და თითებს შორის იჭყიტებოდა, აკვირდებოდა როგორ არჩია ექიმთანმა ყველაზე გრძელი ჩხვლეტია და საზარელი შპრიცი და შეიარაღებული ოლივერისკენ დაიძრა. ჯერ მას იყვირა ოლივერმა. უნაკლოულიამი დაჯდა და სახელო აიკაპიცა. კი, ბატონო, მე ვიქნები პირველი, რა პრობლემაა, თქვა მშვიდად, თუმცა ჩხვლეტისაც ერთი მაინც წამოიკნევლა. ოჰ, უნაკლოულიამ ყოჩაღ. შეაქო ექთანმა ნიდლმა. რა კარგი ბიჭი ხარ, ნასიამოვნები, ჩანდა მამაც. უნაკლოულიამმა ამაყად გაიღიმა. ექთანი კვლავ შეიარაღდა. ოლივერის კანს აეკრა და იქაურობას შეშინებული მზერა მოავლო. უცებ მაგიდაზე გამწკრივებულ სამედიცინო ამპულებს მოჰკრა თვალი. ექთანი სწორედ ამ ამპულებიდან იღებდა საინიექციო სითხეს. ოლივერი კარგად დააკვირდა და აი, რა მოიკითხა ეტიკეტზე. არ გაუკეთოთ ნემსის სიცხეან ან ავატყო ბავშვს. შპრიც მოღერებულმა ექთანმა ნაბიჯი გადმოდგა. თუ არა, ოლივერმა წამოახვალა. მომდევნო ნაბიჯი და ოლივერმა დააცემინა. კიდევ ერთი ნაბიჯი და ოლივერმა ჯერ დაახვალა. მერე ხიხინიც მიაყოლა. ექთანი ნიდლი მისკენ დაიხარა და მზრუნველად კითხა. კარგად ხარ, ოლივერ? არა, ამოიკნევლა ოლივერმა. არა ვარ კარგად, ავად ვარ. მკერდი და ყელი მტკივა, თავიც მისკდება. ექთანმა უფლიანი შუბლი მოუსინჯა. ოლივერმა ისევ დაახვალა და ხიხინიც ამოთქვა. სუნთქვა მიჭირს, ასთმა მაქვს. ასთმა არ გაქვს, ოლივერ შეეკამეთა მამა. მაქვს, თქვა ვითომ სუნთქვა შეკრულმა ოლივერმა. მოღუშულმა ექთანმა ნიდლმა მამას გახედა, ცოტა ცხელი მეჩვენება. მართლა ავად ვარ, თავის მოკატუნება განაგრძო ოლივერმა. საშინლად ვარ. ექთანმა ნიდლმა შპრიცი მაგიდაზე დადო და მამას ურჩია. მგონი აჯობებს სხვა დროს მოიყვანოთ, როცა უკეთი იქნება. კი ბატონო, დაეთანხმა მამა. შემდეგ ჯერზე აუცილებლად დედას გამოაყოლებდა. ოლივერი მთელი გზა ახვალებდა და აცემინებდა, აკვნესოდა და ვიშვიშებდა. შინ მისვლესთანავე მშობლებმა საწოლში გამწესეს. დე ოლივერი შეეცადა, რაც შეიძლება სუსტი ხმით მიემართა დედისთვის. შეგიძლია შოკოლადის ნაყინი მომიტანო ყელისთა სამშვიდებლად? მართლა ძალიან მტკივა, რა თქვა უნდა ჩემოსაწყალო ბიჭუნავ, მიეფერა დედა. ოლივერი საბანში გაეხვია. აი ეს იყო ნამდვილი ნეტარება. დე დაავატა ხველებ-ხველებით. შეიძლება ტელევიზორიც ამოაყოლო. შევხედავდი სანამ თავის ტკივილი გადავივლის, რა თქმა უნდა მოისიყვარულა დედა. შესანიშნავია, გაიფიქრა ოლივერმა, არც ნემსი, არც სკოლა, ვახშამის საწყლში. ცოტა ხანში ოთახის კარზე კაკური გაისვა. ალბათ დედა დაბრუნდა და თან ნაყინი მოაქვს. ოლივერის ხარტად წამოჯდა, მაგრამ გაახსენდა ავად რომ იყო და ისევ ბალიშზე მიესვენა. შემოდი დე, ამოიღლუღლუღა თვალებ მილულმა. გამარჯობა ოლივერ. ოლივერმა თვალი გაახელა და დედის ნაცვლად ექიმი დეტოლის შერჩა ხელში. ექიმს დარახვაზე თვალები ისევ ლულა და სასტიკი ხვალა მოსცხო. აბა რა გტკივა? მზრუნველად კითხა ექიმმა დეტოლმა. ყველაფერი მიუგო ოლივერმა. თავი, ყელი, მკერდი, თვალები, ყურები, ზურგები და ფეხი. ძვირფასო დაუყავა ექიმმა. ჯერ სტეტოსკოპი მოიმარჯვა და ოლივერს გულისცემას მოусმინა. მერე პირი გააღებინა და სთხოვა ეთქვა აა. ექიმმა ოლივერს თვალები, ყურები, ზურგი და ფეხებით შეუმოწმა. ყველაფერი რიგზე ჩანდა. აბა ექიმო, რა ხდება? ჩაერთო დედა. ექიმმა დეტოლმა თავი გაიქნია, დაღვრემელი ჩანდა. ძალიან ავად არის აუწყო ამ მშობლებს და ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა მეგულება. რა საშუალება? ფერი ეცვალა დედას.
რა უშველის? ანერვიულობდა მამა. აცრა. ონავარი ოლივერის საიდუმლო კლუბი. რომელი ხარ? მე. ვინ მე? იკითხა ჯიუტმა ჯულიამ. მე, გაიმეორა ჯაჭღანა ჯეინმა. კოდური სიტყვა? რა იყო კოდური სიტყვა? დაფიქრდა ჯეინი და ხმამაღლა იკითხა. კარტოფილი? ჯულიამ ამოიოხრა. ასეთ შტერგოგონასთან როგორ და რატომ მეგობრობო? არა, კარტოფილი არაა, კარტოფილია. უკან არ დაიხია ჯეინმა. კარტოფილი წინა კვირის კოდური სიტყვა იყო, შეუყრინა ჯულიამ. არაფერიც კი ეგრეა, ჩემი კლუბია და მეუწყვეთ გასაგებია? გაწიწმატდა ჯიუტი ჯულიამ. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. კეთილი, მოიშღუშა ჯეინი. და ახლა რა კოდური სიტყვა გვაქვს? შენთვის თქმა არც ღირს. გაცხარებით მიუგო ჯულიამ. მტერთან დიდ საიდუმლოს ხომ არ გავთქვამ, მაგრამ მე ხომ მტერი არ ვარ, ჯეინი ვარ. ჩუ, ოლივერმა არ უნდა გაიგოს საიდუმლო კლუბის წევრების ვინაობა. ჯეინმა მაშინვე გაიხედა უკან. მტერი არ ჩანდა. შემდეგ ორჯერ დაუსტვინა. არავინაა, შემომიშვი. ჯიუტი ჯულია ყოყმანობდა. კოდური სიტყვის გარეშე ვინმეს მიღება კლუბის პირველი წესის დარღვევას ნიშნავდა. დამიმტკიცე, რომ ჯეინი ხარ და არა მტერი, რომელიც ჯეინად მაჩვენებს თავს, მოითხოვა ჯულიამ. შვენივრად იცი, რომ მე ვარ, აჯაჯღანდა ჯეინი. ხოდა დამიმტკიცე, ჯეინმა კარავში ტერფი შეყო. აი, ჩემი ნამდვილი ტყავის შავი ფეხსაცმელი, ლურჯი ყვავილებით, სულ რომ მაცვია, ეგ არ გამომადგება. უკან არ დაიხია ჯულიამ. მტერს შეეძლო, მოეპარა ეგ ფეხსაცმელი. ჯეინის ხმით ვლაპარაკობ და ჯეინივით გამოიყურები, არც ეგ გამოდგება. შეიძლება შენი ყბის დიდოსტატ მტერთან მაქვს საქმე. ჯეინმა ფეხები ბრაზით დააბაკუნა. მე სწორედ ის ვარ, ვინც იცის, რომ ჰელენს შენ უჩქმიდე და ვაპირებ ეს ამბავი ხვალვე შევატყობინო მის კარვის სასვლელს ყური მოადე. განკარგულება გასცა მის ჯულიამ. ჯეინ დაიხარა, ახლა კი კარგად მომისმინე. იმიტომ რომ მხოლოდ ერთხელ გეტყვი ამას და აღარ გავიმეორებ. როდესაც საიდუმლო კლუბის წევრს კარავში შემოსვლა უნდა, ამბობს ნუნგა. ის კი ვინც შიგნითაა, უპასუხებს ნუნგანუ. ამგვარად მე მეცოდინება, რომ შენ ხარ. შენ კი გეცოდინება, რომ კარავში მე ვარ. ნუნგა, გაიმეორა ჯეინმა. ნუნგანუ, გაეპასუხა ჯულია. შემოდი. ჯეინი კარავში შევიდა, ჯულიას საიდუმლო სალამი უთხრა და თავის ყუთზე მოღუშული ჩამოჯდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდი, რომ მე ვიყავი. ჯულიამ შუბლი შეიჭმოხნა. წესი წესია და წესებს თუ არ დაემორჩილები, შეგიძლია კლუბი დატოვო. ჯეინი არ განძრეულა. შეიძლება ნამცხვარი ავიღო? იკითხა ბოლოს. ჯულიამ გაიღიმა. თუ გინდა ორი აიღე, მერე კი საქმეს მივხედოთ. ამასობაში იქვე ბაღში ბუჩქის ძირას ტოტებით საგანგებოდ მოწყობილ ციხესიმაგრეში კიდევ ერთი ზესაიდუმლო შეკრება იმართებოდა. მგონი სულ ეს იყო, გამოაცხადა მეთაურმა. ახლა კი გეგმების განხორციელებას უნდა შევუდგე. მე რა მევალება? იკითხა უნაკლოული ამმა. მეთვალყურედ ყოფნა, მიუგო ონავარმა ოლივერმა. მეთვალყურეობის გარდა არაფერს მავალებ? დაიწუწუნა ულიამმა. სანამ მეთაური კარვიდან გავიდა, და ეს უსამართლობაა. ჯაშუშის ანგარიში მზად გვაქვს, ჰკითხა ჯულიამ ჯეინს. დიახ, მაშ ხმამაღლა წაიკითხე. ჯეინმა ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და კითხვას შეუდგა. გუშინ დილით მტრის სახლს მთელი 2 საათის განმავლობაში გავკვირვებოდი. ეგ რომელი დილა იყო? დაზუსტება მოითხოვა ჯულიამ. შაბათი დილა დააზუსტა ჯეინმა და განაგრძო.
სახლთან ჭაღარა ბერეტიანმა ქალბატონმა ჩაიარა. რა ფერის ბერეტი ეხურა? ისევ შეაწყვეტინა ჯულიამ. არ ვიცი. საკუთარ თავს ჯაშუშს უწოდებ და არ იცი ბერეტი რა ფერის იყო? გაცხარდა ჯულია. შეიძლება ანგარიში ბოლომდე ჩავიკითხო? კითხვა შეუბრუნვა ჯეინმა. მე არ გაწყვეტინებ, ხელები მორჩილად ასწია ჯულიამ. შემდეგ დავინახე, როგორ დატოვეს სახლი მტერმა, მისმა ძმამ და დედამ. მტერმა ორჯერ წარმოარტყა ძმას, რაზეც დედამ დაუყვირა. შემდეგ პოსტალიონი დავინახე. ნუნგა, გაისმა უცებ ვიღაცის ყვირილი. ჯულია და ჯეინი გაქვავდნენ. ნუნგა, გაისმა ხელმეორედ. ვიცი რომ აქ ხართ. აწუწუნდა ჯეინი. ეს ნამდვილად ოლივერია. სწრაფად დაიმალე, ახლავე. კბილებში გამოცრა ჯულიამ. ჯაშუშები ყუთებს ამოეფარნენ. კოდური სიტყვა გაანდე? ასისინდა ჯულია. როგორ გაბედე? მე არ მithქვამს. აღშფოთდა ჯეინი. ეგ სიტყვა ვერც კი დავიმახსოვრე და აბა როგორ ვეტყოდი? ალბათ შენ უთხარი. არა, ჩასჩურჩულა ჯულიამ. ნუნგა, განაგრძობდა ოლივერი. უნდა შემომიშვათ, კოდური სიტყვა ვიცი. როგორ მოვიქცეთ? საგონებელში ჩავარდა ჯეინი. შენ თქვი, ვინც კოდური სიტყვა იცის, იმას შემოშვება ეკუთვნისო. ბოლოჯერ ვიმეორებ. ნუნგა. ახლა უკვე მთელი ხმით იყრიალა ოლივერმა. ნუნგა, ნუ. დანებდა ჯულია. შემოდი. ოლივერი კარავში შევარდა. ჯულიამ მკაცრად შეათვალიერა იგი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? ოლივერმა შოკოლადის ნამცხრებს დაავლო ხელი და სადიდაოდ გადაუძახა პირში. შემდეგ ხალიჩაზე გაიშხლარდა და ყველგან ნამცეცები მიმოაბნია. აბა რით ერთობით? კითხა ოლივერმა. გოგონებს? როცა ჭამას მორჩა, არც არაფრით გაეპასუხა ჯულიამ. ჰო, არაფრით, გაიმეორა ჯეინმა. ვითომ? ჩაეცინა ოლივერს. შენ საქმეს მიხედე, შეუპყვირა ჯულიამ. ჯეინ, მოდი კარავში. ბიჭების შემოსვლის უფლებას კენჭი ვუყაროთ. მე ვამბობ არა, მეც ვამბობ არა, დაუდასტურა ჯეინმა. ბოდიში ოლივერ, მაგრამ ვერ შემოგვიერთდები. მიბრძანდი აქედან. ოლივერმა თავი გააკნია. მიბრძანდი. უყვირა ჯულიამ. გამაგდე თუ მაგარი ხარ. გაგულისდა ოლივერიც. ჯულიამ ღრმად ჩაისუნთქა. შემდეგ პირი დააღო და აყვირდა. არავის შეეძლო ისე ხმამაღლა იმდენხანს და ისეთი განწირული ყვირილი, როგორც ჯულიას. რამდენიმე წამში მას ჯეინიც აჰყვა. ოლივერი წამოდგა და ყუთს, რომელსაც მაგიდად იყენებდნენ, მუშტი დასცხო. მიფრთხილდით, მეწამული ხელი, დაბრუნდა. დაემუქრა გოგონებს და გასასვლელისკენ შეტრიალდა. უეცრად ჯულია გახტა. ოლივერს ზურგს უკან ამოუდგა და ხელი ჰკრა. ოლივერი წაბორძიკდა და პირდაპირ კარვის წინ გაიშხლართა. ვერაფერს დამაკლებთ, შესახა მან. მერე წამოხტა და დააყოლა. მეწამული ხელი. უძლებელია. ჰო, აბა, მაგასაც ვნახავთ. დაცინვით მიაძახა ჯულიამ. ოლივერმა მოიხედა, შეამოწმა ვინმე მხوار შეამჩნიაო და თავის ციხესიმაგრეში შეძვრა. სუნიანი გომბეშოები უჩურჩულა მეთვალყურეს. ტოტები გადასწია და მათ შორის გამბობღდა. თავს დაესხი? კითხა ოლივერმა. აბა რა, ყვირილი არ გესმოდა? მიულგო ძმამ. კოდური სიტყვა მე გავიგონე. ამიტომ მე უნდა წავსულიყავი, აბოზღუნდა ულიამი. როგორ ფიქრობ, ეს კლუბი ვისია? შეეპასუხა ოლივერი. ულიამი დაიჭყანა. ახლავე გარეთ დასჭექა ოლივერმა. მაპატიე, გთხოვ ოლივერ. შეიძლება მეწამული ხელის ნამდვილი წევრი გავხდე? შეუედრა ულიამი. არა, ჯერ ღლაპი ხარ. დაიცოდე, ჩემ გარეშე აქ მოსვლა აღარ გაბედო. დაუცაცხანა ოლივერმა. არ მოვალ, დაჰპირდა ულიამი. კარგი, ახლა კი გეგმას მიუბრუნდეთ. ჯულიას კარავში მახე უნდა დავუგოთ და როცა შეგნიჩევა, ოლივერმა გადაიხარხარა.
იმის წარმოდგენაზე, როგორ გაიწუწებოდა ცივი ტალახიანი წყლით ჯიუტი ჯულია. ამასობაში ჯიუტ ჯულიას კარავში ყველაფერი რიგზე როდი იყო. შენი ბრალია, არ ცხრებოდა მეთაური. არა ის ჩემი ბრალი, უკან არ იხევდა ჯეინი. ენას ვერ აჩერებ და უნიათო ჯაჭვში ხარ. სულაც არა, იცოდე მეთაური მე ვარ. შენი ბრალია, არ ცხრებოდა მეთაური. არ არის ჩემი ბრალი, უკან არ იხევდა ჯეინი. ენას ვერ აჩერებ და უნიათო ჯაჭვში ხარ. სულაც არა, იცოდე მეთაური მე ვარ. და ერთი კვირა კლუბში მოსვლას გიკრძალავ. რადგან კოდური სიტყვის გათქმის წმინდა წესი დაარღვიე, ახლა კი წადი. გთხოვ, ნება მომეცი, დაურჩე, შეევედრა ჯეინი. არავითარ შემთხვევაში არ დაუთმო ჯულიამ. ჯეინმა იცოდა, რომ ჯიუტ ჯულიასთან კამაც აზრი არ ჰქონდა, როცა ის უფროსობის საშინაო გუნებაზე დადგებოდა ხოლმე. რა ბოროტი ყარ, დაიჩილა ჯეინმა. პასუხად ჯიუტმა ჯულიამ წიგნი გადმოიღო და კითხვას შეუდგა. ჯაჭყანა ჯეინი იძულებული გახდა წასულიყო. ვიცი ოლივერს ჭკუა როგორ უნდა ვასწავლო, გაიფიქრა ჯულიამ. თავის ციხესიმაგრეში მახეს დავუგებ და როცა შიგნით შევა, ჯაშუშმა გადაიხარხარა იმის წარმოდგენაზე, როგორ გაიწუწებოდა ცივი ტალახიანი წყლით ონავარი ოლივერი. სადილამდე ცოტა ხნით ადრე ოლივერი ხელში თოკითა და წყლით სავსე პლასტმასის სათლით ჯულიას ბაღში შეიპარა. შესასვლელთან მიწიდან ოდნავ ზემოთ თოკი გადაიჭიმა. სათლი კი მაღლა შემოდოდა თოკის მეორე ბოლო გამოაბა. ნასადილევს ჯულია ოლივერის ბაღში ხელში ასევე თოკითა და წყლით სასე პლასმასის სათლით შეიპარა. მანაც გადაჭიმა თოკის შესასვლელთან მიწიდან ოდნავ ზემოთ სათლი კი მაღლა შემოდოდა თოკის მეორე ბოლოს გამოაბა. რას არ მისცემდა, სწორედ იმ წამს დაენახა ოლივერი, როცა ის თოკს ფეხს წამოჰკრავდა და მთელი სათლი წყალი თავს დაეცლებოდა. ამასობაში ბაღში უნაკლო ულიამი გამოჩნდა, ბურთით ხელში. ოლივერისგან გამოგდებულმა აღარ იცოდა, რით გაერთო თავი, რატომ არ შეიძლება ციხესიმაგრეში წავიდე, ფიქრობდა ნაღვლიანად. განა მის აშენებაში მე არ დავეხმარე? გვერდით ბაღში ჯაჭყანა ჯეინი სცემდა ბოლთას და მოწყენილი მსჯელობდა. რა მოხდება, კარავში რომ ვიყო, ეს ხომ ჩემი კლუბიცაა. უნაკლო ულიამი ციხესიმაგრეში შევიდა და წაბორციკდა. ჯაჭყანა ჯეინი კარავში შევიდა და წაიფორთხილა. ყვირილმა ონავარი ოლივერის ყურამდე მიაღწია და მაშინვე ბაღისკენ გავარდა. ჰაჰა, ჯულია, გაები მახეში? დასაყიჟინა, მაგრამ მალევე გაჩუმდა. ყვირილი მოესმა ჯულიასაც და ბაღისკენ გაიჭრა. ჰაჰა, ოლივერ, გაები მახეში? დასჭექა სიხარულით, მაგრამ იმ წამსვე გაიტრუნა. მორჩა, მე მივდივარ, ღრიალებდა ულიამი. მაგრამ ჩემი რა ბრალია, თავს იმართლებდა ოლივერი. მორჩა, წავედი, ქვითინებდა ჯეინი. მე არაფერი დამიშავებია, თავს იმართლებდა ჯულია. ვირთხები, ბრაზობდა ოლივერი. ვირთხები, ბრაზობდა ჯულია. განრისხებული ოლივერი და აპასებული ჯულია ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. უნაკლო ულიამის უნავრული დღე. ოლივერ, ჩანგლით ჭამე, შესწახა მამამ. აი მე ჩანგლით ჭამ, დაიკვეხა ულიამმა. ოლივერ, დაჯექი, გაცხარდა დედა. მე უკვე ვზივარ, თავი გამოიდო ულიამმა. ოლივერ, ნუ იფურთხები, განაგრძო მამამ. მე არასდროს ვიფურთხევი, თავი მოიწონა ულიამმა. ოლივერ, პირს ნუ აწკლაპუნებ. მამას არ ჩამორჩა დედა. ნახეთ, მე უხმაუროდ ჭამ, დაიტრაბახა ულიამმა. ოლივერ, აქაურობა ნუ მოთხوارე, აყვირდა მამა. მე კი სუფთად ვჭამ. თავი მოიწონა ულიამმა.
რამე თქვი ულიამს მიუბრუნდა დედა. უნაკლო ულიამის დღე უნაკლო აღარ იყო. დედა და მამა სულ ოლივერზე ბრაზობენ და ვეღარ ამჩნევენ მე როგორი უნაკლო ვარ. დაფიქრდა გულშემოყრილი ულიამი. აბა ბოლოს როდის უთხრეს დედამ ან მამამ ოჩახულიამ, რომ ჩანგლით ჭამ. შესანიშნავია ულიამ, რომ გამართული ზიხარ. კარგი ბიჭი ხარ ულიამ, რომ არ იფურთხევი. გადასარევია ულიამ, რომ პირს არაც კლაპუნებ. შენ გარშემო ყველაფერი ყოველთვის უნაკლოა ულიამ. უნაკლო ულიამი თავის ოთახში ალასლასდა. ყველა მოელის, რომ უნაკლო იყო. ეს უსამართლობაა, ფიქრობდა იგი, სანამ დაანიეს საუკეთესო თერმული ჟილეტებისთვის მადლობის წერილს წერდა. ქვევიდან კი ნაცნობი ხმები აღწევდა. ოლივერ, ახლავე ჩამოაწყვე ტალახიანი ფეხები დივნიდან, ყვიროდა მამა. ოლივერ მოუჩიო უნავრობას, კიოდა დედა. და აი, უნაკლო ულიამმა ერთი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. რა მოხდება მე რომ ვიყო უნავარი? და პირი დააღო. ეს რა უნავრული აზრი მოუვიდა. გარშემოც კი მოიხედა, ვინმე ხო არ გაიგონაო. თავის მოწესრიგებულ საძინებელში მარტო და მარტო იყო. ვერავინ მიხვდებოდა ასეთი საშინელი აზრი რომ გააჩნდა მის თავში. წარმოიდგენე უნავარი რომ ვიყო. არა, ასე არ გამოვა. ულიამმა წერილის წერას თავი დაანება. საყვარელი ჟურნალის საუკეთესო ბიჭის რამოდენიმე გვერდი წაიკითხა. საწოლში შეძვრა და შუქით ჩააქრო. ისე რომ არავის დაუძალებია. წარმოიდგინე უნავარი რომ ვიყო რა მოხდება. უნავარი რომ ვიყო, ესე ფიქრი არ ასვენებდა ულიამს. მართლაც ნეტავ რა მოხდება. დილით რომ გაეღვიძა, ულიამის საუზმის მოსამზადებლად სამზარეულოში არ გაქცეულა. ნაცვლად ამისა, მომდევნო 5 წუთი საწოლში ნებიურობა განაგრძო. ხოლო როცა ადგას, საწოლი არ გაუსწორებია, არც ბალიშები გაუფუებია. პირიქით, თავისი გაწკრიალებული საძინებელი მიათვალიერა და საშინელი რამე მოიფიქრა. მერე კი სასწრაფოდ სანამ აზრს შეცვლიდა, პიჟამა გაიხედა და უზადოდ კი არ დაკეცა, პირდაპირ იატაკზე დააგდო. ოთახში დედა შემოვიდა. დილამშვიდობისა ძვირფასო, ალბათ დაღლილი იყავი, რადგან ჩაგეძინა. ულიამს იმედი ჰქონდა დედა უწესრიგობას შენიშნავსო, მაგრამ დედას არაფერი დაუნახავს. დე, ვერაფერი შენიშნე? კითხა ულიამმა. დედა მიმოიხედა და მხრები აიჩეჩა. ვერა? აღმოხდა ულიამს. რა მოხდა? შეშფოთდა დედა. საწოლი არ გამისწორებია. რა კარგად გახსენებია, რომ დღეს რეცხვის დღეა, შესწახა დედამ. ზეწარი აიღო და საბანს შალითა შემოაცალა. მერე დაიხარა და ულიამს პიჟამა აიღო. მადლობ ძვირფასო, ოლივერს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. ულიამი შეიჭმუხნა. ცხადი იყო, უნავრობაში მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა. ახლა თავის ჩაწიკწიკებული წიგნებს გადახედა. არა, ერთი კი ამოიკვრესა, მაგრამ თავი გააქნია. დღეს ხომ მისი უნავრობის დღეა, ხო და უნირულადაც მოიქცევა. თაროს მიუახლოვდა და წიგნები განმოყარა. ოლივერ, გაიზმა მისი ღრიალი. ახლავე ადექი ოლივერმა ულიამს მის კარს ჩაურპინა. ულიამმა გადაწყვიტა მისთვის რაიმე უნავრული მეტსახელი მოეფიქრებინა და არ დააყოვნა. გამარჯობა მახინჯო, მიესალმა ძმას და ენაც კი გამოუყო. ოლივერი მაშინვე ულიამის საძინებელში შეიჭრა. ძმას ავად შეხედა და კბილებში გამოცრა. რაო, რა დამიძახე? ულიამმა დაიყვირა. ყვირილზე ოთახში დედა შევარდა. გეყო უნავრობა ოლივერ, შეხედე, აქაურობა რას დამსგავსებია. მახინჯი დამიძახა. დედას შესჩიულა ოლივერმა. რა სისულელე არ დაიჯერა დედამ. დიახ, დამიძახა. უკან არ დაიხია ოლივერმა. ულიამი დამამცირებელი მეტსახელებით არ მიმართა.
თავს ადამიანებს. ახლა კი შენი განმოყრილი წიგნები დაალაგე და უბრძანა დედამ. ეს წიგნები მე არ განმომიყრია, გადაირია ოლივერი. შენ თუ არა მაშინ ვინ? თვარიდან ჩამოვარდა ვინმე? იკითხა დედამ. აი ამან. ოლივერმა ულიამისკენ გაიშვერა თითი. ეს შენქენი ულიამ? ახლა ულიამს მიუბრუნდა დედა. ულიამს ძალიან უნდა და უარესი უნავრობა გამოეჩინა და ეცრუა. მაგრამ ვერ შეძლო. კი, თქვა და გაინაბა მის მოლოდინში, რომ ცუდ დღეს დაიყრიდნენ. ნუ სულელობ, მაგას არ იზამდი. ვიცი რომ ოლივერის დასაცავად ამბობ. დედას ულიამს გაუღიმა. ოლივერს კი შეუპყვირა და გაუწყრა. ულიამი მარტო დატოვე და წადი ჩაიცვი. დღეს ხომ შაბათია, აღმოხდა ოლივერს. და მერე რა, ვერ მიუხვდა დედა. აი ულიამს ხომ არ ჩაუცვა, მსჯერ დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ დროს აპირებდა ჩაცმას, შენ რომ შემოიჭერი. ხედავ, პიჟამა უკვე გახდილი აქვს. არ მინდა ჩაცმა, დააბერხვა უცებ ულიამმა. საწყალო ბიჭო, მგონი ავად ხარ, შუბლზე ხელი დაადო დედამ. საწოლში დაბრუნდი და საუნეს ამოგიტან, თეთრეულსაც უცებ გადავაკრავ. უნაკლო ულიამი ოდნავ უფრო მოიღუშა. ცხადი იყო ონავრობა ისევ არ განმოსდიოდა. უფრო უნდა მოენდომებინა, ამიტომ ულიამმა მაკარონი თითებით ჭამა. მაგრამ რადგან ეს არავინ შეუნიშნავს, მუშტებით შეუდგა თეფშზე საჭმლის მოგროვებას. ოლივერ ჩანგალი აიღე. ოლივერს მიმართა მამამ. ულიამმა თავის თეფშზე დაუფურთხა. ულიამ, ხომ არ გადაგცდა? ულიამს შეშფოთებით ჰკითხა მამამ. ამასობაში ოლივერმა მთელი მაგიდა მორწყო ფურთხით. ოლივერ, ახლავე შეწყვიტა ეს ამაზრზენის აქციელი. ოლივერს გაუწყრა დედა. ულიამმა მთელი ძალით აწკლაპუნა პირი. ულიამ, კბილი ხომ არ ტკივა? ულიამს შეშფოთებით ჰკითხა დედამ. ამასობაში ოლივერმა თავის კერძს თქლაფათქლუფი აუყენა. ოლივერ, იცოდე ეს ბოლო გაფრთხილებაა, შეწყვიტეთ თქლაფა, იყვირა მამამ. ულიამს ვერაფრით გააიგო, მას ონავრობის რატომ ვერავინ ვერ ამჩნევდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაგიდის ქვეშ ფეხი ჰკრა ძმას. ოლივერმა უარესი დარტყმით უპასუხა. ულიამს ყვირილი აღმოხდა. ოლივერი მაგიდიდან ააგდეს. ულიამს კი დესერტი მიართვეს. უნაკლო ულიამმა აღარ იცოდა რა ეღონა. როგორ უნდა ეცადა ონავრობაში, შედეგს ვერ აღწევდა. ბიჭებო, დღეს ბებია გვესტუმრება, ამ ცნო ბიჭებს დედამ. გთხოვთ, თქვენი ნივთები მოაწესრიგოთ და შოკოლადი არ შეჭამოთ. რა შოკოლადები? ყურებით ქვიტა ოლივერმა. არაფერი. როდესაც ბებია მოვა შოკოლადს, მაშინ მიიღებთ, დაამშვიდა დედამ. ამის გაგონებაზე ულიამს სრულიად გადასარევი ონავრული იდეა გაჩნდა. მაშინვე უნებართოდ ადგა მაგიდიდან და სასტუმრო ოთახში შეიძურწა. დაბლა ეძება თუ მაღლა, როგორც იქნა წიგნების უკან გადამალული შოკოლადის დიდი ყუთი იპოვა. ყუთი გახსნა და თითოეულ შოკოლადს გვერდი მოაკბიჩა. ისინი, რომლებიც შოკოლადის ტკბილ გულსარდს მიაკვლია, მთლიანად გადასანსლა. ჟოლოს მარწყვისა და ლიმნის საზიზღარგულსართიანი შოკოლადები და უკანვე დააბრუნა. ჰი, იცინოდა გულში ულიამი. ძალიან კმაყოფილი გახდათ. სრულ სისაძაგლეს ჩადიოდა. ამ საქციელს კი ნამდვილად შენიშნავდნენ დედაც და მამაც. შემდეგ დაწყრიალებული სასტუმრო ოთახი მოათვალიერა. ცოტა ხომ არ აერია იქაურობა, დივნიდან ბალიშია იყო და ის იყო იატაკზე უნდა მოესროლა, რომ ოთახში ვიღაც შემოიძურწა. რას აკეთებ? ჰკითხა ოლივერმა. არაფერს მახინჯო, არ დაიბნა ულიამ.
მახინჯს ნუ მეძახიშე გომბეშო. ყვირილზე გადავიდა ოლივერი. მაშინ გომბეშოს ნუ დამიძახებ, შემახინჯო. არ ჩამორჩა ულიამი. გომბეშო, მახინჯო, გომბეშო, მახინჯო. ოთახში მშობლები შემოცვირდნენ. ოლივერს შესძახა მამამ. გეყოს ონაურობა, ჩემი ბრალი არაა, არ შეეპუა ოლივერი. უბრალოდ ულიამმა ცუდად მომიხსენია. მშობლები ერთმანეთს გადახედეს. რა ხდება? ნუ იტყუები. გაუწყრა ოლივერს. დედა, მე მართლაც დაუძახე რაღაც აღიარე უცებ ულიამმა. მახინჯო მეთქი უთხარი, იმიტომ რომ მართლაც მახინჯია. ესეც ასე. დედა ულიამს მიაშტერდა. ულიამს მიაშტერდა მამაც. ულიამს მიაშტერდა ოლივერიც. ულიამმა ეგრე ალბათ იმიტომ დაგიძახა, რომ ჯერ შენ მოიხსენიე ცუდად დააზკვნა დედამ. ახლა კი გაანებით ზამიკოს თავი. მშობლები ოთახიდან გავიდნენ, გეკუთვნოდა და მოგხვდა. ოლივერს მიუბრუნა ულიამმა. დღეს ძალიან უცნაურად იქცევი, თემა შეცვალა ოლივერმა. სულაც არა, იხტიბარი არ გაიტეხა ულიამმა. როგორ არა, მე ვერ გამაცრუებ და უცებ ოლივერმა ძვას შესთავაზა. მომის მინეკინე ბებოს ოინი ვუყოთ. არაფრის დიდებით, გამოფხიზლდა ულიამი. ზრრ, ბები ამოვიდა, დაიძახა მამამ. დედა, მამა, ოლივერი და ულიამი სასტუმრო ოთახში გამწკრივდნენ. ჩანთას გამოგართმა ბებო ტკბილად მიმართა ოლივერმა და ბებიას მადლობ ძვირფასო, მიუგო ბებიამ. ყველასგან მალულად ოლივერს ბებიას ჩანთიდან სათვალე ამოაცალა და ულიამის ბალიშის უკან დადო. მშობლებმა ჩაი და ფაიფურის ულამაზეს თებშებზე დაწყობილი ნამცხრები ჩამოიტანეს. ულიამი დივნის კიდეზე იჯდა და გული უფანცხალებდა. რამდენიმე წამით და დედა ნახევრად შეჭმულ შოკოლადების ყუთს გადმოიღებდა. მართლაც დედა ადგა და ყუთი აიღო. ულიამ შოკოლადებს ხომ ვერ ჩამოატარებდი, შესთავაზა ულიამს. დიახ, ულიამს მუხლები აუკანკალდა. მისი ონაურობის შესახებ მალე ყველა გაიგებდა. ულიამმა ყუთი აიღო და ჯერ დედას გაუწოდა. ინებებ? თან გულა რიჩხი იყო. არა გვადლობ მიუგო დედამ. მე არ ვაძლევ, ვერ ითმენდა ოლივერი. მამა, შენ არ ინებებ შოკოლადს? ოლივერი მამას მიადგა. არა გვადლობ, უარა მამამ. და მე გაცხარდა ოლივერი. ჩუ, ოლივერ, ნუ ხეშობ, დატუხსა დედამ. არც შეგკიდა შოკოლადი? ამჯერად ბებიას ჰკითხა ულიამმა. უნაურობაში გამოჭერა უკვე გარდაუვალი იყო, რადგან ბებიას შოკოლადი უყვარდა. დიახ, თუ შეიძლება, არ დააყოვნა პასუხმა. აბა რომელი ავირჩიო? მოიცა, ერთი სათვალე მოვიმარჯო. ბებია ყუთს დააკვირდა, მერე ჩანთას დაწვდა და ხელი მოაფათურა. რა უცნაურია, დარწმუნებული ვარ, სათვალე წამოვიღე. კეთილი. არა უშავს, ერთი შოკოლადი შეარჩია და გებრიელად ჩაკმიჩა. ო, მარწვეს ჯემიანი შემხვდა. მიდი ულიამ, ახლა შენ ჯერია. გმადლობ, მე არ მინდა, იუარა ულიამმა და მე იყვირა ოლივერმა. შენ არ გერგება, მიახალა მამამ. იმიტომ რომ არ იცი ზრდილობიანად როგორ იკითხო. ულიამმა კბილები გააკრაჭუნა, რადგან მოკბეჭილი შოკოლადები ვერავით შენიშნა. ამ საქმეს თავის თავზე აიღებდა. მაშინ მეც შევჭამ, გამოაცხადა და განაგრძო. ეს რა არის? რბილი შოკოლადები ვინ შეჭამა? ან დანარჩენები ვინ დაკბიჩა? ოლივერ შეჰყვირა დედამ. მილიონჯერ გითხარი შოკოლადის ხელი არ ახლო მეთქი. მე ხელი არ მიხლია, ულიამმა ქნა, იყვირა ოლივერმა. შეეშვი, მუდმივად ულიამის დანაშაულებას გამოესარჩალა. ულიამს მამა კარგად მოეხსენება და ტკბილეულს არ ჭამს. ეს უსამართლობაა. გაწიწმადებული ოლივერი ულიამს ეცა და ყუთი ხელიდან გამოგლიჯა. მეც მინდა შოკოლადი. ახლა ულიამი დაეჯაჯგურა ოლივერს. ამ ძიძგლობაში ყუთი გაუვარდათ და შოკოლადები იატაკზე მიმოიფანტა. ოლივერ, ახლა შენს ოთახში ადი, შეჰკიულა დედამ. ეს უსამართლობაა, არ დააყოვნა ოლივერის პასუხა. მერე კი ძმას მიუბრუნდა, იცოდე სამაგიეროს გადაკიხდი. ოლივერი ოთახიდან გავარდა და კარით გაიჯახურა. ბებიამ
ულიამს ანიშნა, გვერდით მომიჯექიო. ულიამი დაჯდა, ეს დაუჯერებელი იყო. ნეტი რაღა უნდა ექნა, რომ მისი უნაურობა შეენიშნათ. აბა უნაკლო ბიჭი როგორ არის? დაუყვავა შვილიშვილს. ულიამმა მოიოხრა. ბებიამ მაგრად ჩაიკრა გულში და მიეფერა. მსოფლიოში საუკეთესო ბიჭუნა ხარ, იცოდი ეს? ულიამს სახე გაუწყიდა. ბებია ვართალს ამბობდა, ის მსოფლიოში საუკეთესო ბიჭია. მაგრამ მოიცა, დღეს ხმუნავარია. არა, სინამდვილეში სწორედაც რა უნაკლოა. მისი უნაურული დღე კი დასრულებულია. უნაკლობა გაცილებით სასიამოვნო ყოფილა, ვიდრე უნაურობა. აჰა, უნაურული დღე დამთავრდა, გაიფიქრა ულიამმა. ახლა შემიძლია უნაკლოდ ყოფნას დავუბრუნდე. ეს შესანიშნავი აზრი იყო ულიამმა, გაიღიმა და ბალიშს მიეყრდნო. კაც, ძვირფასო, ჩემი სათვალის ხმას ჰგავდა, ნეტავ აქ როგორ აღმოჩნდა, გაუკვირდა ბებიას. დედამ ულიამს გადახედა, ულიამს გადახედა მამამაც. აქ მე არ დამიდია, წამოიძახა შენს ბარმა ულიამმა. რა თქმა უნდა, მიუგო ბებიამ, ალბათ დამივარდა, რასულელი ვარ. დაეჭვდა მამა. ულიამი წამოხტა სამზარეულოში, გაიქცა და იქაურობა მიათვალიერა. ახლა რომ ძველებურად უნაკლო გავხდი, რომელი კარგი საქციელი ჩავიდინო, დაფიქრდა უცებ. სამზარეულოში გასარცხი ფინჯანებისა და თეფშების გორა შენიშნა. აქამდე დამოუკიდებლად არაფერი გაერეცხა. დედა და მამა ნამდვილად ძალიან ნასიამოვნები დარჩებოდნენ. ულიამმა ფრთხილად გარიცხა ჭურჭელი და გაამჩალა კიდეც. შემდეგ ერთმანეთზე ჩავაწყო და კარადისკენ წაიღო. ამასობაში უნავარი ოლივერი, რომელიც კართან ატუზულიყო, ძმას მიეპარა და შიკურში ჩაყვირა. ბუმ! ჭახ! ოლივერი წამში აორთქლდა, სამზარეულოში კი მშობლები შეცვლიდნენ. საუკეთესო ფაიფურის დამსხვრევებს მთელი იატაკი დაეფარა. ულიამ ერთხმად შეყვირეს დედამ და მამამ. შეუნავარო ბიჭო, იყვირა დედამ. ახლავე შენს ოთახში მიბრძანდი, იღრიალა მამამ. მაგრამ აღმოხდა ულიამს. არავით არის მაგრამ, არ ცხრებოდა დედა. წადი! ჩემი ლამაზი ჭურჭელი. უნაკლო ულიამი თავის ოთახისკენ გაქანდა და სულკუნებდა. უნავარი ოლივერის დაბადების დღე. წელიწადის თვეებიდან ყველაზე მეტად ოლივერს თებერვალი უყვარდა. მალე ჩემი დაბადების დღე მოვა და მასთან ერთად დაბადების დღის წვეულებაც. შობიდან მოყოლებული ყოველ დღე ამ სიტყვებს იმეორებდა. აი მშობლებს კი თებერვლის დადგომა აფორიაქებდათ. ოლივერის დაბადების დღე ახლოვდება, ნერვიულობდა მამა და მის დაბადების დღის წვეულება კიდევ უფრო ნერვიულობდა დედა. ყოველ წელს მშობლები ფიქრობდნენ წლევანდელ წვეულებაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო, მაგრამ წლიდან წლამდე წვეულება უარესდებოდა. ყოველ წელს მშობლები იფიცებოდნენ ოლივერს დაბადების დღის წვეულებას აღარ დაუმართავთო, მაგრამ ყოველ მომდევნო წელს უკანასკნელ შანსს მაინც აძლევდნენ შულს. წლევანდელ წვეულებისთვის კი ოლივერს გრანდიოზული გეგმები ჰქონდა. ლაზერზეპში მინდა წვეულების გადახდა, განუცხადა მშობლებს. გულადი გრეგის დაბადების დღეზე დაპატიჟეს იქ და მაგარი დრო ატარეს. ასტრონავტის კოსტუმში გამოწყობილმა ებმა მთელი ნაშუა დღე ბლენდერფანში ლაზერის ყორცნაში გაატარეს. არა, შესწახა დედამ. ლაზერზეპში სასტიკი თამაშები აქვთ, გეთაღმები მხარი აუბა მამამ. თან ძალიან ძვირია, განაგრძო დედამ. მაგაშიც გეთაღმები, კვერი დაუკრა მამამ. სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წვეულება არ იქნება, დააყოლა მამამ. დედამ მამას შეხედა, მამამ დედას. როგორ უნდა დავჯავშნო? ვეღარ მოითმინა დედამ. ვაშა! ყიჟინა დასცა ოლივერმა. პიუ, პიუ, პიუ! უნავარი ოლივერი თავის ციხესიმაგრეში იჯდა და ბლოკნოტის ყდაზე დიდი ასოებით წერდა ოლივერის წვეულების გეგმა. სრულიად საიდუმლო. მერე პირველი გვერდი დაასათაურა. სტუმრები. და სათაურს გრძელი სია მოაყოლა. სახელებს დააკვირდა და ფანქრის თავი გაღრღნა. მგონი ჯულიას არ დავპატიჟებ, მეტისმეტად ჯიუტია, გაიფიქრა. და ჯულია გადახაზა. არც ჯეინი მჭირდება, მეტისმეტად ჯაჯღანაა. ისიც ზედ ვიაყოლა. მოდი გოგონებს საერთოდაც არ დავპატიჟებ.
გაიფიქრა ოლივერმა. არც გედიოსი გერტრუდა და ზარვაც იზინა დაიდო. სიაში შემდეგი მოუსვენარი მორისი ეწერა. არც ეს მოსაწყენი ტიპია. ოლივერმა მორისიც გადახაზა. გრეგს კი არ აუშავდა, მაგრამ ოლივერს დიდად არ ეპიტნავებოდა. შესაბამისად, სინა გრეგიც ამოვარდა. ჯერი მილოზე მიდგა. არავითარ შემთხვევაში პირველივე შეტაკებისას ჯღავილს მორთავს. გადაწყვიტა ოლივერმა. მილოს ბედი და თავხედი თომასი? ოლივერი შეყოყმანდა. თომასი გამართლებდა ფათერკაიანი ტიპი იყო, მაგრამ თომასს თავის წვეულებაზე ოლივერი რომ არ დაუპატიჟებია, ამიტომ თომასიც გამოეთიშა. იგივე ბედი ეწიათ ტიტინა ტომს, მხიარულ მაქს, ხარბხავიერსა და დაბდურ დანიელს. რაც შეეხება ულიამს, რა თქმა უნდა, თავის წვეულებაზე ოლივერის სათობეზეც არ გაიკარებდა. ნამდვილად ასე სჯობდა. უნაკლო ბავშვებს ადგილი ოლივერის წვეულებაზე არ იყო, მაგრამ ერთი პრობლემა გაჩნდა. ოლივერის სიაში ყველა სახელი გადასახაზული იყო. სტუმრების არ ყოლა კი საჩუქრების არ ქონდა სიშავდა. ოლივერი კიდევ ერთხელ გადახედა სიას. ჯულია ერთი ბუზღუნა და ჯიუტი ვინმე კი გახდათ, მაგრამ საჩუქრები კარგი იცოდა. ოლივერს შარშალიდან ჯერაც შემორჩენოდა მისი ნაჩუქარი ტყლარწი. აი გრეგმა ხომ დაპატიჟა ოლივერი თავის დაბადების დღეზე? დანიელი გამუდმებით ბზრიალებდა, ეცემოდა და ყველაფერს აყირებდა, რაც თავის მხრივ სახალისო იყო და ხავიერი. ბევრს ჭამდა და აბოყინებდა. თომასი აუცილებლად იტყო და ცუდ სიტყვებს და ყველა უფროსს გააბრაზებდა. მოდი ყველას დავპატიჟებ ულიამის გარდა, რაც მეტი სტუმარი მეყოლება, მით მეტ საჩუქარს მივიღებ, გადაწყვიტა ბოლოს. შემდეგ მომდევნო გვერდზე გადაფურცლა და ჩაინიშნა. საჩუქრები. სუპერწყლის ტოფი 2000, ყველა დროის საუკეთესო საწუწაო, ნაკრები ჯაშუშებისთვის, ბაქარების კოლექცია, ტყლარწი, გეიმბოი, გალაქტიკათ შორისი, გორილა, სამურაი, მყრალი ასაფეთქებლები, სათამაშო ვირთხები, კუარა ბალიშები, 25 სიჩქარიანი სამთო ველოსიპედი, ფული. ამ სიას ისეთ ადგილას დადებდა, რომ დედას და მამას ადვილად ენახათ. წვეულებისთვის მენიუ შევადგინე, თქვა დედამ. აბა რას ფიქრობ? წამოიძახა ოლივერმა. ეს საზისროებები ჩემს წვეულებაზე არ იქნება. მე სხვა რამეები მინდა. დედას მენიუ. სტაფილოს ჭხინები, კიტრის სენდვიჩი, მიწის თხილიანი სენდვიჩები, ყურძენი, ქიშმიში, ვაშლის წვენი, სტაფილოს კექსი. ოლივერ, ხომ მიცი რომ მარტო მავნე მზა პროდუქტებით ფონს ვერ გახვალ, შეეკამათა დედა. სულაც არ არის მავნე, თქვა ოლივერმა, ჩიფსი კარტოფილისგან. ოლივერის მენიუ: ხახვიანი სიმინდის ბურბუშელა, შებოლილი ჩიფსები, სუპერცხარე ჩიფსები, ხრაშუნა ორცხობილები, ხნამუნა ჭხირები, გაზიანი სასმელები, შოკოლადის დიდი ტორტი, შოკოლადები. მზადდება თან ხახვითაა, ეს უკვე 2 ბოსტრეულს ნიშნავს. ოლივერ შეაწყვეტინა დედამ. ოლივერმა თავის მენიუს ჩახედა და ბოლოში წვრილად ჩააბატა მიწის თხილიანი სენდვიჩები. ონეგენი სუფრაზე მარტო ერთგან უნდა იდოს და მოთი ჭამა არავის მოეთხოვება. კეთილი, დაანებდა დედა. ეს წვეულებებთან დაკავშირებულმა მრავალწლიანმა ომმა ასწავლა. ჰო, და წვეულებაზე ულიამი არ დაიშვება. და ყოლა ოლივერმა. რაო? ყურებით თქვით აუნაკლო ულიამმა, რომელიც ამ დროს ფეხსაცმელს იპრიალებდა. ულიამი, შენი ძმა და ცხადია წვეულებაზე დაეპატიჟებულია. არ დავათმო დედამ. ოლივერმა კოპები შეკრა. ის ხომ ყველაფერს ჩაშლის. ულიამის გარეშე წვეულება არ იქნება. ხმა გაუმკაცრდა დედას. ოლივერი ცეცხლქვეველი დრაკონივით იბღვირებოდა. შიშით იყვირა ულიამმა. ნუ ანავრობ ოლივერ, ხმას აუწია დედამ. კარგი, მოვიდეს, მაგრამ ფეხებში არ გამიბლანდოს, გამოცრა ოლივერმა. დე, აწუწუნდა ულიამი. ოლივერ ცუდად მეკცევა. ოლივერ საკმარისია დატუქსა ბიჭი დედამ. ოლივერმა სწრაფად შეცვალა სალაპარაკო თემა. სასაჩუქრე ჩანთებზე რა სიტყვით? მინდა ყველას შეხვდეს ტყლარწი და წკმილეული შოკოლადის ფურთულები და ჭხირები.
და პროთეზის ფორმის კანფეტები. მაგარი იქნება. ვნახოთ დედამ კალენდარს შეხედა. 2 დღეც და ყველაფერი ჩაივლდა. როგორც იქნა დადგა ოლივერის დაბადების დღე. დაბადების დღეს გილოცა ოლივერ, თქვა დედამ. დაბადების დღეს გილოცა ოლივერ, გაიმეორა მამამ. დაბადების დღეს გილოცა ოლივერ, მშობლებს არ ჩამორჩა ულიამი. ჩემი საჩუქრები სადაა? პასუხად იკითხა ოლივერმა. მამამ საჩუქრებისკენ მიუთითა და ოლივერს წამში ეცა გროვას. მშობლებმა შვილს აჩუქეს პირველი ენციკლოპედია, შემეცნებითი თამაში, ავტოკალაბი, ხელით რაქსოვი მოსასხამი, გლობუსი, საცვლებისა და მაისურების 3 ნაკრები. შეიშმუშნა ოლივერი. საშინელი საჩუქრები გვერდზე გადადო და იმედით სავსე მზერა შეავლო მშობლებს. კიდევ არის რამე? იქნებ წყლის თოფს ბოლოსთვის ვალავდნენ. მეც მაქვს შენთვის საჩუქარი, განაცხადა ულიამმა. მე თვითონ შევარჩიე. ოლივერმა საჩუქარს შესაფოთი ქაღალდი შემოახვია. გობელნის ნაქსოვი ნაკრები აღმოჩნდა. ჯანდაბა, აღმოხდა ოლივერს. თუ გინდა, ჩემთვის დავიტოვებ. შეაპარა ულიამმა. არა, დასჭექა ოლივერმა და ნაკრები ჩაიბოჯა. განაშესანიშნავი იდეა არ იყო ოლივერის წვეულების ლაზერზებში გამართვა? ჰკითხა მამამ დედას. ჰო, მიუგო დედამ. არეულობასა და ხმაურს მაინც ვცდებით. პრობლემა ერთმანეთს გაუღიმეს. ტელეფონს მამამ უპასუხა. ლაზერზეპიდან ეკავდნენ. გამარჯობა, უბულარის სახელის დაზუსტება მინდოდა, ითხოვა ქალმა. წვეულებაზე მიკროფონით უნდა გამოვაცხადოთ. მამამ ოლივერის სახელი უკარნახა. თუ არა, ხაზის მეორე ბოლოდან ისეთი საშინელი კივილი გაისვა, რომ მამა იძულებული გახდა ყურმილი განზე გაეწია. წივილკივილი, არა და არ წყდებოდა. გასაგებია, მადლობთ. ძლივს ამოილუღლუღა მამამ და ყურმილი დაკიდა. სახე ერთიანად გაფითრებოდა. ოლივერ, გისმენ. მართალია, რომ გრეგის წვეულებაზე ლაზერზებში აიკელი? არა, ოლივერმა კრავით ვით უწყინარი სახით გახედა ბაბას. არც არავითი გაგითელია? არა, იტყვევი, ჩაერთო უნაკლო ულიამი და კატეხილ ლაზერზე რა სიტყვი? რომელ ლაზერზე? თავი მოიკატურა ოლივერმა. და ტყლარზე ასტრონავტებს კოსტუმებში რო ჩადე, არ მოეშვა ულიამი. ეგ მე არ მიქნია, ენატანიო, შესახა ოლივერმა. და ჩემი წვეულება? შიშობ ლაზერზებში აღარ მიგესვლება, გამოუცხადა მამამ. როგორ, წვეულებაზე უარს ამბობენ, შეიცხადა დედამ. როგორ თუ არ მიმესვლება, ლაზერზებში მინდა, გადაირია ოლივერი. არა უშავს, მე ვიცი კარგი თამაშები. მამა შეეცა და დაძაბულობა განემუხტა. ზრrr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 
ხელში დიდი შეკვრა ეჭირა. ოლივერმა აჩუქარი გამოგლიჯა, ბლოკნოტი და ფლომასტერები აღმოჩნდა. რა კარგია, თქვა დედამ და ოლივერს მიუბრუნდა. რა სიტყვი? ეგენი უკვე მაჩუკეს, უპასუხა ოლივერმა. ოლივერს საძაგლად იქცევი, გაცხარდა დედა. არ მადარდებს, გაიფიქრა. ოლივერმა ეს მის ცხოვრებაში ისედაც ყველაზე საძაგელი დღე იყო. მეორე სტუმარი მოუსვენარი მორისი იყო. თან პატარა საჩუქარი მოეტანა, რომელიც ოლივერმა წამში აართვა. ეს რა პატარა რამე მოგიტანია, ჯუჯღუნჩი მოაცალა ქაღალდი. საჩუქარს. ფუჰ, თან როგორ ყარს, ცხოველების ფორმის საპნები აღმოჩნდა. მშვენიერია, შენიშნა მამამ და ოლივერს მიუბრუნდა. რა სიტყვი? შეიჭმუხნა ოლივერი. ოლივერ, უნაურობას მოეშოვი, დატუქსა მამამ. ჩემი წვეულებაა და როგორც მინდა ისე მოვიქცევი. უირზე შეჯდა ოლივერი. ჭკვიანად მოიქეცი, ყმაწვილო. გააფრთხილა მამამ. ოლივერმა მამამის ზურგს უკან ენა გამოუყო. სტუმრები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ზარმაცმაზინამ აუდიო ზღაპრების ნაკრები აჩუქა. კონკია, ფიფკია და შვიდი ჯუჯა და მძინარემზე თუ ნახავი. შესანიშნავი აღნიშნა დედამ. ჯანდაბა აღმოხდა ოლივერს. გენიოსმა გერტრუდამ იუბილარს მარკუთხა შეკვრა გადასცა.
ოლივერმა კუთხეებში ჩაავლო ხელი და ბოზღონით გამოიცნო. წიგნია, საუკეთესო საჩუქარი, გაიხარა უილიამმა. გადასარევია, ესე ამოვნა დედას. და რა წიგნია? ოლივერმა საჩუქარი ზოზინით გახსნა. მოემზადე ჯანსაღი და ნოყიერი კერძი. ვახ, მათხოვებ ხოლმე? კითხა უილიამმა. არა, ოლივერმა წიგნი იატაკზე მოისროლა და ზედფეხებით შედგა. ოლივერ, იცოდე, გაფრთხილებ, საჩუქრებისთვის მადლობა უნდა გადაიხადო, გაცხარდა დედა. ყველაზე ბოლოს თავხედი თომასი მოვიდა. ოლივერისთვის გრძელი საჩუქარი მოემზადებინა, რომელიც გაზეთში იყო გახვეული. სუპერ წყლის თოფი, 2000. ოჰ, თავი გააქრია დედამ, გვერდზე გადადე. თქვა მამამ, გმადლობ თომას, სახე გაუწყინდა ოლივერს. სწორედ ეს მინდოდა. მოდი ამანათის ჩამოტარება ვითავაშოთო, შესთავაზა ბავშვებს ბაბამ. ვერ ვიტან მაგ თამაშს, განაცხადა ოლივერმა. ეს რა საშინელი წვეულება გაუთენდა, მე კი ძალიან მიყვარს ეგ თამაში. კმაყოფილი იყო უილიამი. არ ვიდა თამაში ჯაჭღანად ჯეინმა. როდის უნდა ვჭამოთ, დაინტერესდა ხარბი ხავიერი. ბაბა მუსიკა ჩართო და მილოს სთხოვა. ამანეთი გადაეცი მილო. არა, დაიყვირა მილომ. ჩემია, მაგრამ მუსიკა ჯერ კიდევ ისმის, გაუღიმა მამამ. მილო ცრემლება დაიღვარა. ოლივერმა ამანათის ხელში ჩაგდება სცადა, მაგრამ მუსიკა გამორთო. მილომ ტირილი შეწყვიტა და ამანათს წამში შემოაცალა შესაფუთი ქაღალდი. შრის ორცხობილა, თქვა მან, სულელური პრიზია. არ დააყოვნა თავხედი თომასის შეფასებამ. ახლა ჩემი ჯერია, გაუხარდა მოусვენარ მორისს. როდის უნდა ვჭამოთ? ისევ იკითხა ხარმა ხავიერმა. მძულს ამანათის ჩამოტარება გაჰკიოდა ოლივერი. სხვა რამე ვითამაშოთ. გაშეშობა ნახტაცებით მოიფიქრა დედამ. გავარდი ოლივერ, თქვა მამამ. ნავინახე და გამოძრავდი. არ გაუმძრეუარ, შეუპასუხა ოლივერი. კი, გამოძრავდი. მამას დაეთანხმა გრეგი. არა, გაშეშობული ვიყავი. არა, ართმობდა ოლივერი. თამაშიდან არ გავალ. ეს უსამართლობაა, შეჰკიულა ჯაჭყანა ჯეინმა. მე არ თამაშობ, გამოაცხადა დაბდურა დანიელმა. მე კი დავიღალე, აბუზღუნდა ზარმაცი ზინა. ვერ ვიტან მაგ თამაშს, აწუწუნდა ჯილტი ჯულია. ჩემი ჯილდო სადაა? მოითხოვდა გამარჯვებულმა თავხედმა თომასმა. მაგრამ ჯილდოს დანახვისთანავე თავხედურად აღფოთდა. წიგნის სანიშნე? სულ ეს არის. ახემსების დროა, გამოაცხადა მამამ. ბავშვებმა მუჯლუგუნებით გაჰკიულეს გზა მაგიდისკენ და საჭმლის ელს შეესივნენ. როგორ ვერ ვიტან გაზიან სასმელებს, ჭირველობდა გრეგი. გული მერევა, წუწუნებდა ხარბი ხავიერი. სტაფილოს ჩხირები სადაა? აინტერესებდა უნაკლო უილიამს. უნავარი ოლივერი მაგიდის თავში იჯდა და რატომღაც გერტრუდასთვის საჭმლის დაშენაზე არ ფიქრობდა. არც გრეგთან და თომასთან ღლაბუცი აინტერესებდა. უილიამისთვის ფეხის ყურაც კი არ სურდა. მას მხოლოდ ლაზერზებში ყოფნა უნდოდა და მოწყენილ ოლივერს შესანიშნავი ყველაზე უნავრული იდეა მოაფიქრდა. ადგა და ოთახიდან გაიპარა. ახლა კი სასაჩუქრე ჩანთები შესწახა მამამ. შიგრადევს იკითხა გულანმა გრეგმა. ჩითილები, კმაყოფილები შენიშნა დედამ და ტკბილეული სადღაა? აბუზღუნდა ხარბი ხავიერი. ყველაზე ცუდი წვეულებაა, რომელზეც კი ყოფილვარ, არ დამალა თავხედმა თომასმა. ამ დროს გაისმა ხმაური და სამზარეულოში ოლივერი შევარდა წყლის თოფით. ხელში პიუ 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 ყვიროდა ოლივერი და ყველას წუწავდა. ჰა, გამოგიჭირეთ, ნამცხვარი ერთიანად დასველდა. წყალი ჩავიდა სასმელებიან ჭიქებშიც. წიონდნენ გაწოწული ბავშვები. ოლივერ, კიონდნენ მშობლები. უნავარო ბიჭო, ახლავე შენს ოთახში, დასჭექა დედამ, რომელსაც თამიდან წურწურით ჩამოდიოდა წყალი.
ეს შენი ბოლო წვეულებაა, იღრიალა მამამ, რომელიც ერთიანად გალუმპულიყო, მაგრამ ოლივერს არ ადარდებდა. ყოველ წელს ხომ ამას იმეორებდნენ.